ჯინო ვიკმანის წიგნი Traction არის პრაქტიკული გზამკვლევი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესში გამჭვირვალობას, სტაბილურ ზრდას და მართვის მკაფიო დაწყობილ სისტემას ეძებენ. წიგნის მთავარი გულისცემა არის EOS, Entrepreneurial Operating System, ანუ მეწარმეობრივი მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ განსაზღვრონ თავიანთი ხედვა, სწორად განათავსონ ადამიანები როლებში და ყოველდღიურ ოპერაციებში შექმნან დისციპლინა და პროგრესის გაზომოვადი სტრუქტურა. წიგნი არ საუბრობს თეორიებზე, ის გვაჩვენებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რაც კომპანიას აჯრევს ბიძგს, ტრაქშნს, იმ ენერგიას და დაჯვრას, რომელიც ბიზნესს წინ მიაქანებს. მიმოხილვის დასაწყისში წიგნი გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ძლიერი კომპანია 6 ძირითად კომპონენტზე დგას. ხედვა, ადამიანები, მონაცემები, პრობლემების გადაწყვეტა, პროცესები და ტრექშენი, ანუ შესრულება. ყოველი კომპონენტი ერთმანეთზეა მიბმული. თუ ხედვა არ არის გაზიარებული და ყველასთვის ნათელი, გუნდი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს. თუ ადამიანები არ არიან სწორ როლებში, კომპანიას მისი დაძრული ენერგია ეკარგება. თუ მონაცემები არ გროვდება სწორ ფორმატში, ლიდერები ემოციებზე და არა ფაქტებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს. თუ პრობლემების მოგვარება არაა სისტემური, ისინი მუდმივად განმეორდება. თუ პროცესები არ არის სტანდარტიზებული, მუშაობა ხდება ქაოტური. და ბოლოს, თუ შესრულების დისციპლინა არ არსებობს, გეგმები ქაღალზე რჩება და პროგრესი ნელდება. Traction-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის VTO, Vision Traction Organizer. ეს ორგვერდიანი ინსტრუმენტი კომპანიას აიძულებს მყაფიოდ ჩამოაყალიბოს, ვინ არიან ისინი, საით მიდიან, როგორ აპირებენ იქ მისვლას, რა არის მათი 10 წლიანი, 3 წლიანი და 1 წლიანი მიზნები. ხშირად კომპანიები წლებია მუშაობენ კონკრეტულ ინდუსტრიაში, მაგრამ რეალურად არც ერთ წევს არ შეუძლია რამდენიმე წინადადებაში ახსნას, რა არის კომპანიის არსი. VTO ამ ქაოსს აწმენს და ყველა ადამიანს ერთ ფოკუსში აყენებს. კიდევ ერთი ცენტრალური კონცეფცია People Analyzer, ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარება ნათლად შეაფასო თითოეული თანამშრომელი. ვიკმანის თქმით, სწორ ადამიანებთან უშუალობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწორ სტრატეგიასთან. სწორ ადამიანად ითვლება ის, ვინც იზიარებს კომპანიის ღირებულებებს და საკუთარ როლს იღებს პასუხისმგებლობით. წიგნი გვაჩვენებს, რომ თუ გუნდში ადამიანია, რომელიც მუდმივად ქმნის დაძაბულობას, აფერხებს პროცესებს ან უბრალოდ არ არის შესაბამისი პოზიციისთვის, მაშინ მთელი გუნდი კარგავს ენერგიას. People Analyzer-ის საშუალებით ხელმძღვანელები იღებენ სურათს იმაზე, რამდენად სწორად არის შემადგენლობა ფორმირებული. წიგნში ასევე დეტალურად განიხილება scorecard, მარტივი, რიცხვებზე დაფუძნებული ანგარიშგების სისტემა, რომელიც ყოველკვირეულად აძლევს ლიდერებს ნათელ სურათს, რა ხდება კომპანიაში. Scorecard-ის იდეაა, რომ 5-15 საკვანძო მეტრიკით შესაძლებელია ბიზნესის ჯანმრთელობის შეფასება და ეს მონაცვლეობით ცვლის გრძელი და მძიმე ანგარიშგებების საჭიროებას. Wikman გვასწავლის, რომ ყველაფერი, რაც იზომება, უმჯობესდება, ხოლო რაც არ იზომება, ადრე თუ გვიან ყურადღებას კარგავს. თავარი ციკლი, რომელიც კომპანიაში მოძრაობას აძლიერებს, არის Level 10 Meeting, ყოველკვირეული მკაცრად სტრუქტურირებული შეხვედრა, რომელიც 90 წუთი გრძელდება და დაყოფილია კონკრეტულ ბლოკებად. ამ ფორმატის მიზანია, რომ შეხვედრები არ გადაიქცეს უსასრულო საუბარში. ისინი უნდა იყვნენ შედეგზე ორიენტირებული. შეხვედრის მთავარი ნაწილი დაფუძნებულია IDS სისტემაზე: Identify, Discuss, Solve. პრობლემა უნდა იყოს იდენტიფიცირებული, განხილული და გადაჭრილი. ვიკმანის თქმით, გუნდების უმეტესობა მუდმივად ერთი და იგივე პრობლემების განხილვაში ატარებს დროს, რადგან არ არსებობს მკაფიო გადაჭრის მექანიზმი. პროცესების კომპონენტში წიგნი გვასწავლის, რომ ყველა ბიზნესს აქვს პროცესები. უბრალოდ ბევრი მათგანი დაუწერელი და ქაოტურია. EOS გვირჩევს გამოვყოთ ძირითადი პროცესები, დავწეროთ ისინი მარტივად 20%-იანი წესით, ანუ მხოლოდ ის, რაც 80%-იან შედეგს ქმნის. და დავნერგოთ ისინი ისე, რომ ყველას ჰქონდეს მათი დაცვა. პროცესების სტანდარტიზაცია ქმნის პროგნოზირებადობას, ეფექტს და ხარისხის სტაბილურობას. ბოლოს, წიგნი გვასწავლის accountability chart-ის შექმნას. განსხვავებით ტრადიციული ორგანიზაციული სტრუქტურისგან, ეს მოდელი აჩვენებს არა ადამიანებს, არამედ პასუხისმგებლობებს. იდეა არის, რომ პირველ რიგში განისაცხროს რა როლები და პასუხისმგებლობები სჭირდება კომპანიას და მხოლოდ ამის შემდეგ ვინ შეავსებს ამ როლს. ეს მიდგომა ბიზნეს აქცევს ბევრად უფრო მოქნილ და რეალურად ფუნქციონალურ ორგანიზმად, სადაც ყველას აქვს თავისი ადგილი და მკაფიო საზღვრები. წიგნი მთლიანობაში ქმნის ძალიან მკაფიო გზას იმისა, თუ როგორ შეუძლია კომპანიას ქაოსიდან სტაბილურ ზრდამდე მისვლა. ეს არის წიგნი მათთვის,
ვინც გრძნობს, რომ ყველაფერი მოძრაობს, მაგრამ არა ისე, როგორც უნდა. თითქოს ბიზნესი წინ მიდის, მაგრამ სიჩქარე არ არის საკმარისი. ან გზაში მუდმივად ჩნდება დაბრკოლებები. iOS სისტემა არის მანუალური ინსტრუმენტების წესი, რომლითაც ბიზნესს შეუძლია თავიდან მოიშოროს გაუმართავი პროცესები და მოიპოვოს ის traction, ის დაძრა, რომელიც წარმატების აუცილებელი ნაწილია. ჯინო ვიკმანის მიდგომა რეალისტურია. ის არ პირდება სწრაფ ზრდას, არ საუბრობს იდეალურ სცენარებზე, არც ფანტაზიებს ავითარებს. ის გვიჩვენებს, რომ ძლიერი ბიზნესი დისციპლინას, გამჭვირვალობას, ადამიანებთან სწორად მუშაობასა და მკაფიო ხედვას ეყრდნობა. Traction არის წიგნი, რომელიც ბიზნესის ლიდერებს ეხმარება არა მხოლოდ უკეთ მართვაში, არამედ უფრო მშვიდად მუშაობაში, რადგან როდესაც სისტემა აწყობილია, ბიზნესი იწყებს რეალურად იმუშაოს და არა უბრალოდ არსებობას. არ დაგავიწყდეს გვერდის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელი წიგნის მსგავს მიმოხილვას და გახმოვანებას ისურვებდით.